ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში დესტაბილიზაციას ცდილობს და ამაში მას ინალ არძინბა ეხმარება. სააკაშვილის თქმით, კრემლის ახალგაზრდა თანამშრომელს პუტინმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი პროექტის, ბესარაბიის კურატორობა ანდო. განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა ტელეკომპანია ICTV-ს ეთერში გააკეთა და ინალ არძინბას მისამართით არც შეურაცხყოფელი ეპიტეტები დაიშურა. ვინ არის ინალ არძინბა, რომელსაც სააკაშვილი ვლადისლავ არძინბას შვილად იხსენიებს და რომელსაც მისი თქმით პუტინმა საკუთარი ზრახვების სისრულეში მოყვანა ანდო. მართა არდაშელიაკვი ამბობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რუსეთში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მტერი აღმოაჩინა. სააკაშვილს ახალ ანტიგმირზე მაღალი წარმოდგენა არ აქვს და ამისთვის, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე მიზეზი გააჩნია. Есть у них проект Бессарабия. არსებობს პროექტი ბესარაბია, მისი ხელმძღვანელია ინალ არძინბა, ვლადისლავ არძინბას, აფხაზის სეპარატისტების ისტორიული ლიდერის შვილი. მისი მამა საქართველოს წინააღმდეგ 90-იანებში რუსეთთან ერთად იბრძოდა. ეს ნაბიჯვარი არ ვიცი სხვანაირად როგორ ვუწოდო, ზის კრემლში. ჩვენი ცნობით, ის რამდენჯერმე შეხვდა პუტინს. ამის გადამოწმება მარტივია, ისინი ერთად რაღაცისთვის ემზადებიან. Они готовят, что там надо что-то сделать. სოხუმელი ბიზნესმენის ბათუ არძინბას ვაჟი რუსეთის მოქალაქე ინალ არძინბა 25 წლისაა. მან მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. ასაკის მიუხედავად კარიერულ სიმაღლეებს უკვე მიაღწია. ის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის პირველი მოადგილეა. მედიის ცნობით, მმართველობის ხისტი სტილიდან გამომდინარე, ახალგაზრდა პოლიტიკოს მეტსახელად დობერმანი შეარქვეს. თავად არძინბას დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ ასახავს ვიდეო, რომელიც 3 წლის წინ გამოქვეყნდა. Я читал интервью с Михаилом Саакашвили. Вы можете сказать, этот человек, он вообще нормальный? მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ მისი თანაგუნდელები. მმართველი გუნდისთვის კი ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები მიუღებელია. არ ვიცი, არ მომისმენია ეს შედეგი. ერგო პატივი და ოფიციალური პირია, მithumetes საქართველოში პრეზიდენტ ყოფილზეა საუბარი იმ პერიოდზე და ფიქრობ ისე განცხადებები საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საერთოდ პოლიტიკურ ვითარებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხისტის შეფასებები თავად პუტინის გაღიზიანების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილს ღიად დაემუქრა. Правда ли, что вы обещали повесить Саакашвили за одно место? Почему за одно?